მშვიდობისა, მოგესალმებით, განსაკუთრებული დღე გათენდა ჩვენთვის. ისე დაემთხვა, რომ გურულებისთვის ხელსაყრელად ყველაზე ადრე მოგვიწია თქვენთვის დამდეგი ახალი წლის მოლოცვა. ასე გამოვიდა, არ ვიცი, ღმერთია მოწამე, მე არ ჩავრეულ ვარ, კალენდარმა ქნა ასე, რომ პირველები ჩვენ ვართ, ვინც დამდეგ ახალ წელს მოგილოცავთ. დღეს ძალიან დიდი დღე გვაქვს, ფუშ-ფუში, სიხარული, სიყვარული, სითფოტრიალებს ჩვენთან, როგორი ბუხარია, როგორ გუზგუზებს. ყველანაირად განწყობით გნებავთ, მორალურად გნებავთ, შინაგანად, გარეგანად, არაჩვეულებრივი სტუმრები გვყავს. ჩემი უხუცესი თანამშრომლები დაუპატიჟე მართა ბებო და ნუნუკა, რომელსაც მინდა მოვესიყვარულო და მოვეფერო. ძალიან გემრიელი საჭმელები გვაქვს. ბევრი არა, არ ვიცით ხოლმე ჩვენ ბევრი, რაც გვაქვს ის ხვავრიელად, მაგრამ გულიანად და გემრიელად. ნინო არის გამოპრანჭული საოცარი სანახავია. ასე აქედან ეწყება ოქროები, ასე ყელზე, აფურჩქნილი, მონსტერად კაბალიეს გავს გულწრფელად რომ გითხრათ. ყველა ძალიან მაიას ბროშები თუ რამე ქონდა მიბნეული აქ აგერ მარცხენა მხარეს ზურამ შეშა მოგვიმარაგა გემრიელი, კარგი წიფლის შეშა ჩამოგვიტანა თუშეთიდან. მოკლედ, ბევრნაირად ვართ მომზადებული, ღმერთია მოწამე მთელი გულით, სიხარულით. მინდა რომ, რადგან ამის საშუალება მომეცა და უკვე ამის პირობები მაქვს რომ მოგილოცოთ, მთელი გულით, ხურვალე გულით, გულწრფელობით, გულითადად. მინდა რომ მოგილოცოთ დამდეგი შობა და ახალი წელი. განსაკუთრებულად მინდა მოულოცო შრომელ ადამიანებს, რომლებიც შრომობენ ხელით, თავს არ ზოგავენ. ჩემს ირგვლივ ადამიანებს, ვინც ჩემს ირგვლივ შრომობენ, აქ ჩემს მეზობლებს, ჩემს თანამშრომლებს პირველ რიგში, რუსთავი ორის თანამშრომლებს, რომლებიც ასე დაუზარლად მოდიან ჩვენთან და თქვენთვის ამზადებენ ამ გადაცემას. ყველა ჩემს მეზობელს, ყველა ჩემს ნათესავს, ჩემს ოჯახს, რომელიც ასე გვერდით მიდგას. მამაჩემი ჩამოვიდა თელისანოვაგით გურიიდან. ყველას, ჩემიანებს, ყველა ადამიანს, ყველასთვის მემეტება ბევრი სიხარული, ბევრი სიკეთე. ჩემი სახელით არ ვლაპარაკობ, ჩემი თანამშრომლების სახელით, ჩემი ჯგუფის სახელით, ჩემი ოჯახის სახელით. ძალიან მინდა რომ კარგად ვიყოთ, გულწრფელად მინდა ეს. ყველა მინდა იყოს გახარებული, ჩემი ქვეყანა მინდა იყოს წარჩინებული, წარმატებული, მშვიდობიანი, გახარებული. ამ ქვეყანაში ყველა ოჯახი მინდა რომ კარგად იყოს. ყველას მინდა რომ კონდეს თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. ყველა ადამიანს მინდა ახალგაზრდასაც, ძველგაზრდასაც რომ კმაყოფილი იყოს, კმაყოფილი სახე კონდეს, იღიმოდეს, ბედნიერი იყოს, გახარებული იყოს, არავინ არ წუხდეს, არავინ არ იყოს დაჩაგრული, არავინ არ იყოს შეწუხებული, არავის არაფერი არ აწუხებდეს. დღეს ის დღეა ეხლა და ახალი წელი და ეს წინა დღეები, ის დღეებია, როცა ადამიანებმა გულწრფელად შეგვიძლია ვუსურვოთ ერთმანეთს ის, რაც ჩვენ ნატურაში გვაქვს და ვუსურვოთ, გავაძლიეროთ და გავახაროთ ერთმანეთი. ეს მარტო სურვილი არა. ნინომ თქვა იმ დღეს, მე მგონი ჩვენ ქვეყანა სადღეგრძელოებით უდგას სულიო და ცოტა ვეთანხმები, იმიტომ რომ ამ სადღეგრძელოებში მარტო სიტყვები ხომ არა ასე გაფანტული სიტყვები. ზოგჯერ ეს სადღეგრძელოებს კი ვაჭარბებთ, მაგრამ მაინც ხომ კეთილი სურვილებია, მაინც დადებითი ემოცია. მე მგონი რომ ეს დადებითი ემოცია აცოცხლებს ჩვენს ქვეყანას, ახარებს, მოვეფეროთ ერთმანეთს, მოვესიყვარულოთ და დაუშურებლად, უშურველად მივცეთ ერთმანეთს ძალა, სიხარული და ყველაფერი სიკეთე. დანარჩენი ერთად ვნახოთ. კარგი სუფრა გვაქვს დღეს, ყველა კეთილგანწყობაზეა, ყველა გაპრანჭულია, რაც მე ძალიან მომწონს, ყველაფერი ბჟღვიალებს ირგვლივ და მე მგონი რომ ეს სითბო რაც ჩვენთან ტრიალებს და ჩვენთან არის ახლა დაგუბებული, აი ესე შეკრებილი, თქვენამდე ცოტა მოვა. ამის იმედი მაქვს. რამდენად გამოგვივა ერთად ვნახოთ. ძალიან მიხარია რომ დღეს ისევ ერთად ვართ, ხვალაც ერთად ვიქნებით. მადლობას გიხდით. ერთად ყოფნისთვის, ამდენი სიყვარულისთვის, ამდენი სიხარულისთვის, გამოცხადებული, კეთილი აზრებისთვის, რომელსაც ჩვენს მიმართ არ იშურებთ. მე მგონი არაფერი არ გამომრჩა. ყველას დიდი მადლობა. მთავარი ეს არის. თუ იგრძნობა გულწრფელობა და სიხარული ჩვენგან, ჩემი მისია შესრულებულია. მეტი მე არაფერი შემიძლია. თუ რამე არასწორად გამოგვივიდა, თუ რამე ვერ გამოგვივიდა, ამისთვის პატიებას ვითხოვთ. პაპატიეთ, არ ვარ ჩვენ პროფესიონალები და როგორც გამოგვივიდა, ისე იყო. ყველას დიდი მადლობა. ყველას.